მოგესალმებით, მეგობრებო, კვლავ აგზელებ Led Zeppelin-ზე საუბარს, უბრალოდ თხრობას Led Zeppelin-ის შესახებ. წინა ვიდეოში საუბარი გქონდა იმაზე, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ტურნეს შემდეგ პიტერ გრანტი ბრუნდება ლონდონში და ის გადაწყვიტავს, რომ კვლავ დაბრუნდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ფაქტიურად ხელში წვდეს სიმბოლურად რო ვთქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ თავისი ჯგუფი Led Zeppelin-ი გახდეს ნომერ პირველი ამერიკაში. ეს ის პერიოდია, ანუ Led Zeppelin-ის ამერიკის ტურნე დაემთხვა იმ პერიოდს, როდესაც ერიკ კლაპტონი, მას შემდეგ რაც დაიშალა კრიმი, ანუ ჯინჯერ ბეიკერი, ჯეკ ბრიუსი და ერიკ კლაპტონი გადაწყვიტა შექმნას მისი სუპერ ჯგუფი, საუბარია Blind Faith-ზე. ეს ის პერიოდია, როდესაც Vanilla Fudge, Jeff Beck Group, Country Fish and Joe გამოდიან ნიუ-იორკის ავანსცენაზე და მინდა პარალელი გავავლო 1970 წელს, როგორც ისე ვიტყვი წინა ვიდეოში გითხარით, ჩაიწერა Deep Purple-ის In Rock-ი, რომელმაც ფაქტიურად მოიცვა მთელი როკ სამყარო, ეს იყო hard rock-ის ფაქტიურად ბიბლია. ეს იქცა ნომერ პირველ კონკურენტ ჯგუფად Led Zeppelin-ის, იმიტომ რომ აქვე ვიტყვი, რომ Led Zeppelin-ი არის თეთრი ბლუზი და Deep Purple არის hard rock-ის მოდი, ასე ვთქვათ, ეტალონი, რომელმაც კონკურენცია გაუწია ასევე Black Sabbath-ს.